დანიშნულების მთა არის. ეს 2004 წელს აჩუქა სააკაშვილმა ჯერ კიდევ კონტროლის ქვეშ ყოფილმას და 2008 წელს რატო არავინ არ ამბობს იმას რა მოხდა? 2008 წელს იქ იყო ჩეჩნური ბატალიონი გამოჩნდა ვასტოკი. ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც ომის დაწყებამდე ცოტა ადრე იქნა როტაცია გაკეთებული და რომლის დესანტურაც გახორციელდა და სიმართლე უნდა ითქვას. რომლებმაც გამოიჩინეს ის მიუხედავად ბევრი ცუდი ამბისა, რაც იქ მოხდა, მოვიდნენ ჩეჩნები და მისი პირით უთხრეს ომის დროს ქართულ სამხედროებს გადით აქედან, ჩვენ არ გავხსნით ცეცხლს, გადმოსროლილი ვართ აქ იმისთვის, რომ წვერიახოს მთაზე მოგიწყოთ ჩასაფრება და გაგანადგუროთ მოქალაქეები თუ სამხედრო პირები, რომლებიც იქნებით გამოვა. ეს ხალხი რომელიც იყო და ანუ ეს ბრძენი თავისი გენერალური შტაბით ბრძენები ცხინვალიდან ახდენდა წვერიახოს მთის სიმაღლის გახსნას. ედას სკეპტიკები ამას ყველაფერს უყურებთ და ყველაფერი მავიწყდება რა. საერთოდ პირი სული როგორ უდგას ამ ქვეყანას ამდენი მართლა მოღალატის და ნაბიჭვარის ხელში რა. არსებობს ტყუილი, მაგრამ არსებობს ნაგალი ტყუილიც, ხო? მით უმეტეს ახლა ამას მეტი რა უნდა? ეს სამხედროა, ესენი სამოქალაქო პირები არიან, პირი აქვს დაღებული, ვერაფერს ვერ პასუხობენ. საინტერესო მომენტი. ამბობს იქ ვაჟბატონი, რომ 8 აგვისტო არისო ომი მიმდინარეობს და მე მემორჩილებაო, ანუ როგორც ვინც მანამდე ისმინა, გაერთიანებული შტაბის პრინციპი, რაც არის მე მემორჩილებაო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე მემორჩილებაო. ომი არ არის გამოცხადებული 8-ში. ომი არის გამოცხადებული 9-ში. ბატონო გოგავა. ეს არის შორის ამათ ეს მაინც შეუძლიათ ეს ფურცლომანია და იურისტები არიან მაინც 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანება ოფიციალურ ფორმას დათარიღებული, როდის იყო და პრაქტიკულად 7-ში ოფიციალურად დაწყებული გახსნილი ცეცხლი, ანუ 7-დან 9-მდე ბრძანების გარეშე როგორ გემორჩილებოდათ ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები თავდაცვის სამინისტროს ეს ცალკე გასარკვევი თემა, იმიტომ რომ აქ ამ ყველაფერში ან საბუთები და მტკიცებულებები არ არის, არ მოიპოვება, ან და საქმე იმაში არის, რომ განადგურებულია და არ არსებობს. რაში ჭირდებათ ახლა ეს და მე რატომ ვამბობ ამას, იცით, გოგავა ცდილობს ეს ყველაფერი აიღოს მის თავზე. დააბრალოს ყველაფერი იმას, რომ მოვიდა თვითონ შეიარაღებულ ძალებში, ამ დროს არმიის მშენებლობის პროცესი მიდიოდა, ასე იყო, ისე იყო, ბევრი რაღაცები, მზად არ ვიყავით, მოწინააღმდეგე მიცოდა ეს ყველაფერი და თვითონ სხვათა შორის ამბობს, რომ მე არ ვიყავი მომხრე და მეც ვიცი, რო არ იყო მომხრე, არც მაგი იყო მომხრე, არც ბალახაძე იყო მომხრე და არც დანარჩენები იყვნენ მომხრე. იმიტომ რომ კარგად იცოდა ნებისმიერმა სამხედრომ იცოდა იქ, რომ იქ რუსეთი არ გადგებოდა გვერდზე. და ყველამ კარგად იცოდა სააკაშვილმა ყველა საუკეთესო იცოდა იქ რა ხდებოდა. დაითანხმა პირველად და მე ბრძანება გაცა, რომ დაიწყეთო. სიბრძნე. ერთი წუთით ახლავე ეს კეთვით. ანუ ცხინვალში შესვლა გადაწყვიტა პოლიციის დანაყოფებმა. ესე იგი, ხალხო, დაგვირდით ამ დებილიზმს. ცხინვალში მართლა ასე იყო. ცხინვალი, რომელიც ქალაქი იყო გამაგრებული იყო. ოსური ბანდ ფორმირებებიდან, რუსული სამშვიდობო ბატალიონის შენაერთებიდან, იმ დანაყოფებიდან, რომელიც დანაყოფებიც ასევე იყო არაოფიციალური ფორმირებები რუსეთის მოქალაქეები შემოსული იგივე ЧВК ეგრეთ წოდებული ვაგნერის სტილის ბატალიონები, რომლებიც სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ
დანაკარგები